მოდი ვნახოთ რა მოხდება დღეს ჩემო ძვირფასო გამომწერებო და სტუმრებო მოგესალმებით ყველას. არაფერი არ ჩავიფიქროთ რა მოხდება დღესზე. როგორც ჩანს, საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყეთ, ხო? დავიწერეთ მე კომენტარებში. მუშაობთ საკუთარ თავზე. მე უნდა ვიყო ბედნიერი, მე უნდა ვიყო წარმატებული, ამბობთ, ასეა? მიდრეკილება გქონდათ საკუთარ თავს, სულ სხვებს ადარებთ. მაგრამ იმდენად ძლიერი მხარეები გაქვთ და ნიჭი, რომ არ არის საჭირო ვინმე შეადარო საკუთარი თავი, ისედაც ჩანხარ, ისედაც ძლიერი ხარ, ისედაც საინტერესო ხარ და ძალიან გონიერი ადამიანი. რა მოხდება დღესზე? თვით შეფასება გაიზრდება თქვენი. ვარსკვლავში ხართ მეგობრებო. იზრდება თქვენი თვით შეფასება. ვარსკვლავი ამოდის. დაინახავთ როგორი ხართ ნამდვილი მე თქვენი იღვიძებს. თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელმაც ისწავლა საკუთარი თავის დაფასება. რომელმაც ისწავლა სიყვარული. გადალახეთ უამრავი პრობლემა, როგორც ჩანს. გადალახულია სამკუთხედები, გადალახულია რაღაცა ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ვიღაცის შეიძლება მიერ შესაძლოა თქვენს მიერ აბსოლუტურად გადალახეთ ყველაფერი როგორც ჩანს. მეგობრების ღალატი გადალახულია, ცხოვრებისეული პრობლემები, ვიღაცის ღალატი, აბსოლუტურად ყველაფერი გადალახეთ. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო და ისიც გადალახულია. თითქოს სხვა ადამიანი ხართ, ეხლა თქვენ დაიბადეთ რაღაცეთ თავიდან დაიბადეთ. საუკეთესო ვერსია ხართ საკუთარი თავის დღესდღეობით, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. ეს არის ეტაპი, სადაც ალბათ მე ასეთი ხალხი მიყურებს და მისმენს, რომ სადაც ხალხი იზრდებით და ძალიან პოზიტიურები ხართ ყველანი. რაღაცა ღირებულებებს გადახედეთ როგორც ჩანს. დარწმუნდით თქვენს ძლიერ მხარეებში სავარაუდოდ. შეინარჩუნეთ საკუთარი ბედნიერება, საკუთარი მზე შეინარჩუნეთ, მიუხედავად ძალიან დიდი კრიზისების, პრობლემების, მიუხედავად გატეხილი გულების, თქვენ შენარჩუნებული გაქვთ საკუთარი მე, სიტყვა, მზე, ბედნიერება და საერთოდ თქვენი დადებითი ხასიათი და არ გახდით ეგოისტი, როგორც ჩანს. რა მოხდება, ნახოთ რა არის მოსალოდნელი, თვითდაჯერებულობა. პატარა პრობლემების სწრაფად და მარტივად გადაწყვეტა იქნება, მეგობრებო. არ იქნება ეს პრობლემები, რა პრობლემებიც მოსალოდნელია, იმიტომ მოტრიალ და აბსოლუტურად არკანი. ათი პენტაკლი, აქ რაღაცა დაწყებული იქნება თავიდან. სასიამოვნო საუბარი შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცასთან შერიგება, ვიღაცასთან ფინანსური მატება, ვიღაცასთან ემოციური დადებითი ემოციური პერიოდი. თბილი ენერგია მოდის, ძალიან თბილი ენერგია მოდის, ძვირფასებო ოჯახები ამოდის, თქვენი შვილების, თქვენი ახლობლების ოჯახები. მნიშვნელოვან ადამიანთან კონტაქტი, ტრანსფორმაცია, შერიგება მით უმეტეს ვინც ელოდება, შერიგებას ვინც განხეთქილებაშია, ვიტყოდი აი 1 წლამდე მაქსიმუმ. შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდეს წარსული და რომელიც არ გაფასებდა, ეხლა გამოჩნდეს თქვას, რომ
თურმე როგორ შეეშალა ვიღაცასთან ასეც იქნება პოზიტიური ურთიერთობით დასაწყისი ჩანს ნამდვილად ვიღაცისთვის მოდის პასუხი რომ ძალიან დადებითი ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში სიყვარული შემოდის ორმხრივი რაც გეკუთვნის სხვათა შორის მხარდაჭერა სამყაროსგან მატერიალური ენერგიები ასევე სტაბილურობა სასარგებლო ინფორმაცია ან ვიღაცისგან დახმარება მაგრამ ძირითადად მიჩვენებენ იმას რომ რასაც დარდობდით რასაც გეგმავდით დარდობდით არ გამოდია და ეს ყველაფერი გამოვა სამყარო გაძლევთ სხვათა შორის საჩუქარი გელოდება საახალწლოდ მეგობრებო საჩუქარი სამყაროსგან ან თოვლის ბაბუა მოგიტანთ საჩუქარს ძვირფასო მეგობრებო ჩავიფიქროთ არკანებზე აუცილებლად დავწეროთ რათა ახდეს რაიმე მაინც და წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა საკუთარ თავსაც ნათელი სიახლეები შემოდის мотивация ძალა ემოციური ყურადღება ჰარმონია ურთიერთობებში მით უმეტეს მატერიალური ან ენერგიული მხარდაჭერა ძვირფასებო და გამოსვლა განდეგილიდან ბედნიერად